ევროპარლამენტის მთავარი გზავნილი საქართველოს მიმართ არ იცვლება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მხოლოდ ორი წინადადებით ცხადია, რომ დასავლეთი და კონკრეტულად ევროპარლამენტი ქვეყნის შიგნით ყოფს ქართველ ხალხს და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რადგან ეს გზავნილი ერთის მხრივ მიემართება ცალკე ქართულ ოცნებას, რომ ვიდრე ის საკუთარ ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, დაზიანდება ქვეყანა და ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და გზავნილი მიემართება ასევე ცალკე ქართულ ხალხს, რომ ევროპარლამენტი განაგრძობს ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. ეს ყველაზე მეტად აბრაზებს როგორც ჩანს ქართულ ოცნებას, რადგან საპასუხო კომენტარებში, რომელიც კეთდება ქართული ოცნების მხრიდან, ევროპარლამენტის კრიტიკა წარმოჩენილია როგორც საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადება და ამ ფორმით ქართული ოცნების კრიტიკას ქართული ოცნება წარმოაჩენს როგორც უსამართლო დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ. როგორც ჩანს, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ქართული ოცნების მიერ დეზინფორმაციულ კამპანიას სწორედ ასე შეებრძოლოს და მოკლე გზავნილები კიდევ ერთხელ და ხშირად გაიმეოროს იმისთვის, რომ ქართული საზოგადოებისთვის მათი დამოკიდებულება იყოს ცნობილი. ოცნების დამოკიდებულება კი ასევე არ იცვლება, რადგან დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ნაცვლად იმაზე საუბრისა, თუ როგორ შეძლებენ ისინი დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ან უფრო სწორად ხელახლა დაწყებას, ისინი ისევ იერიშით მიმართავენ ევროპარლამენტს და უსამართლო დამოკიდებულებაში დებენ ბრალს. Ადახედონ რამდენიმე კვირის, რამდენიმე თვის წინანდელ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს ევროკავშირთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირი არის ბიუროკრატია, რომელიც უსამართლოდ ექცევა ამერიკას. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საქართველოსთან როგორი დამოკიდებულება ექნება ამ უსამართლო ბიუროკრატიას ევროკავშირში. შესაბამისად, მით უმეტეს ევროპარლამენტში, რომელმაც ისეთი რეზოლუციები მიიღო, რომელიც ისტორიას დარჩება როგორც სამარცხვინო ლაქა მთელი ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში, გასაკვირი აქ რა უნდა იყოს. ერთადერთი იმედი გვაქვს ის, რომ ევროპელი ხალხი, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომელმაც უკვე გადაწყვიტა და ტრამპი მოიყვანა სათავეში და უარი უთხრა deep state-ს, თუმცა ბოლომდე ჯერ არ არის ეს პროცესი დასრულებული, აქაც ევროპაშიც ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს. ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში კი არა, თავად ევროპაში აღარღებულობენ უკვე სერიოზულად. ფეხქვეშ გათელა თავისივე ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, კვლევითი საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, ეს ფეხქვეშ გათელა. თქვენ ახლა მეუბნებით, რომ ასეთი დაკნინებული ინსტიტუტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეთ. ჩვენ ექსპერტებს ვკითხეთ, რატომ გაიმეორა მისი გზავნილი საქართველოს მიმართ ევროპარლამენტმა და რაზე მიანიშნებს ეს არჩეული ტაქტიკა ახლა. ისინი კი გვეუბნებიან, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ცდილობს ყოველ ჯერზე რეზოლუციები თუ ანგარიშები სათავისოდ თარგმნოს, მხოლოდ იმაზე გააკეთოს აქცენტი, რაც მის ინტერესებში შედის, ბუნებრივია ეს ამ მდგომარეობაში ჩააყენა ამან ევროპარლამენტი მათ შორის და მათ გადაწყვიტეს, რომ მოკლედ, ლაკონურად და საკმაოდ მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება. ისინი ამბობენ, რომ ევროპარლამენტი ფაქტობრივად ეუბნება ქართულ ხალხს, რომ ვიდრე საქართველოში მთავრობაში იქნება ქართული ოცნება, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ იყოს შესრულებული და ბუნებრივია ეს ქართველმა საზოგადოებამ სწორედ ასე უნდა აღიქვას. მართალია ევროპარლამენტის რეზოლუციებს თუ ანგარიშებს აქვს რეკომენდაციის ხასიათი, სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ევროპაში, ბრიუსელში ევროპარლამენტი მაინც რჩება ძირითად ორგანოდ, სადაც გამოხატავენ მთელი ევროპის, ევროპული სახელმწიფოების პოზიციას, მათ შორის საგარეო მიმართულებით ქართული ოცნების შესახებ და ეს ბუნებრივი ახდენს გავლენას გადაწყვეტილებებზე, რომელსაც იღებენ ევროპული სახელმწიფოები სხვადასხვა ქვეყნის და ამ შემთხვევაში საქართველოს შესახებ. გამეორება და ხშირი თქმა, იმიტომ მოდის მათი მხრიდან, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს რაღაც გზავნილებიან, სათავისოდ თარგმნოს ხოლმე რა რაღაც გზავნილები, რომ ესე არ არის, ამიტომ მიხვდა ამას ევროკავშირი ამ ტაქტიკას მიხვდა და ძალიან უკვე პერიოდულობით ევროპარლამენტი ამ შემთხვევაში უმეორებს, რომ არანაირი მერე ის არ იყოს, რა ქვია, შეცდომა, რომ ესე არ ყოფილა და რაღაცა. რა თქმა უნდა, ეს ქართული ხალხის გასაკუთრებაც არის ეს გზავნილი, რომ თქვენ ამ მთავრობის ხელში ვერ გახდებით ვერანაირად ევროკავშირის ნაწილი. ამ მთავრობის ხელში ჩვენ შეიძლება გავხდეთ რუსეთის გავლენების სფეროს ნაწილი, საერთოდაც მიგვატარებენ ძალიან
ის სწრაფი ტემპებით. მე ვფიქრობ, რომ უმთავრესი პოლიტიკური ორგანო მაინც არის ევროპარლამენტი, ევროკავშირის. მისი იგნორირება ქართული ოცნების მხრიდან არის ძალიან დიდი შეცდომა. ზოგადად ისინი აიგნორებენ ევროპარლამენტზე ერთს ამბობენ, ევროკომისიაზე მეორეს, ისინი ცდილობენ კიდევ ერთხელ იმუშაონ ერთი გზავნილის გარშემო, რომ თითქოს ისინი არიან კარგები, ისინი აკეთებენ ყველაფერს სწორს და მთელი განვითარებული დასავლეთი არის მათ წინააღმდეგ. ზუსტად იგივე მესიჯი აქვს რუსეთსაც, ხო, თითქოს მთელი მსოფლიო რუსეთს ერთვის. თუ საქართველოს მთავრობა იმოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში, ამ შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის წევრებიც გავხდებით, ნატოს წევრებიც გავხდებით, უვიზო რეჟიმსაც შევინარჩუნებთ ევროკავშირთან და კიდევ ბევრ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმსაც დავიწყებთ. ევროპარლამენტმა მსგავსი ანალოგიური გზავნილი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და იგივე სიტყვებით საქართველოს დღესაც მიმართა სოციალური ქსელით. სხვათა შორის თუ კი გავიხსენებთ ამ ტიპის კამპანია თუ ტაქტიკა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაც გასული წლის განმავლობაში, როცა ის რამდენიმე სიტყვით, რამდენიმე წინადადებით მიმართავდა ქართველ ხალხს და მთავარ პრობლემებზე აკეთებდა აქცენტს, როგორც ჩანს ეს ტაქტიკა ახლა შესაძლოა ჰქონდეს არჩეული ევროპარლამენტსაც და მოკლედ და მკაფიოდ ეუბნებოდეს ქართველ ხალხს, რაც არის რეალურად ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ თუკი ავტორიტარულ კურსს ქართული ოცნება არ შეცვლის, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება.